მეგობრებო, ის რასაც ახლა ნახავთ და მოისმენთ, საერთოდ არ გავს იმას, რასაც სპორტულ სიახლეებში გვიყვებიან. ილია თოფურია, ჩვენი ელ მატადორი, კაცი, რომელმაც ვოლკანოვსკი და ჰოლოუეი დააძინა, ახლა თავისი ცხოვრების ყველაზე სისხლიან და დაუნდობელ ომშია ჩაბმული. და იცით რა არის ყველაზე საშიში? ეს ბრძოლა ოქტაგონზე კი არა, სასამართლო დარბაზებში მიმდინარეობს, სადაც წესები არ არსებობს. თუ გგონიათ, რომ პედი პიმბლეტია ილიას მთავარი პრობლემა 2026 წელს, ძალიან ცდებით. ის, რასაც მე ამ სექციის შუაში გეტყვით ილიას ყოფილი მეუღლისა და მაიამის გეგმების შესახებ, საერთოდ თავდაყირა დაგიყენებთ წარმოდგენას იმაზე, თუ რატომ გაუჩინარდა ჩემპიონი რადარებიდან. თუ ამ ვიდეოს ახლა გამორთავთ, წლის მთავარ ინსაიტს გამოტოვებთ და ვერასდროს გაიგებთ რეალურად რატომ დუმს ილია. ძმებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ეს კადრები, სადაც ილია სასამართლოდან გამოდის, ბევრ რამეზე მეტყველებს. ბოლო დღეებში სოციალური ქსელები აფეთქდა. პედი პიმბლეტი, რომელიც ალბათ სიხარულისგან ცეკვავს, ავრცელებს ჭორებს, რომ თოფურია 2026 წელს საერთოდ არ იჩხუბებს. რატომ? იმიტომ, რომ ილია ახლა არა კილოგრამების კლებასთან და დიეტასთან არის ომში, არამედ საკუთარი შვილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. შეხედეთ მის სახეს. ერთი მხრივ მშვიდია, მაგრამ ეს არის კაცის სიმშვიდე, რომელმაც იცის, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვს. 28 წლის ბიჭია, მთელი მსოფლიო მას უყურებს, ესპანეთში ფაქტობრივად ნახევარ ღმერთია და ამ დროს საკუთარი ყოფილი მეუღლე ჯორჯინა ცდილობს შვილი ოკეანის გაღმა მაიამიში წაართვას. დაფიქრდით, 4 თვეა კაცს შვილი არ უნახავს. წარმოგიდგენიათ ის რამხელა ფსიქოლოგიური წნეხია? ჩვენ ხომ ვიცით ქართველებისთვის ოჯახი და შვილი რას ნიშნავს. ეს არ არის უბრალოდ დასავლური განწყორცინება. ეს არის ომი იმაზე, ნახავს თუ არა მამა შვილს საერთოდ. ილიამ პირდაპირ თქვა, ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილია და აი აქ იწყება ყველაზე ბინძური თამაში. ისპანეთში სასამართლო სისტემა რბილად რომ თქვათ, სპეციფიკურია. ილია მივიდა ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოში. დააკვირდით სახელწოდებას. სადაა თანასწორობა? რატომაა წინასწარ განსაზღვრული, რომ თუ კაცი ხარ და მით უმეტეს მებრძოლი, ავტომატურად აგრესორი ხარ? იცით რა არის ყველაზე დიდი ირონია? სანამ ილია განწყორცინებას მოითხოვდა, ყველაფერი იდეალურად იყო. როგორც კი კაცმა თქვა მორჩა ვიყრებითო, უცებ გახდა საშიში, მოძალადე და ბავშვს მაიამიში გაქცევა დასჭირდა მედიისგან დასამალად. რა მედიისგან დასამალად, ხალხო? მაიამიში მედია არ არსებობს თუ პაპარაცები. ეს ხომ პირდაპირი შანტაჟია. ბევრი ამბობს, რომ ილია გატყდა. ამბობენ, რომ ეს ქალი მისი ყველაზე მძიმე მეტოქე აღმოჩნდა. მე კი მგონია, რომ ილია ახლა ისეთ გამოცდას გადაიბს, რომელიც მას ან ფოლადივით გამოაწრთობს, ან საერთოდ დაასრულებს მის კარიერას. სპორტსმენები ჩვეულებრივ დარბაზში, თავის გამოქვაბულში ცხოვრობენ. იქ ყველაფერი გასაგებია. დაარტყავ და გარტყავენ. აქ კი ზურგში გირტყავენ თანაც კანონის სახელით. მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ილია თოფურიამ დაუშვა საბეწტერო შეცდომა, როცა პირად ცხოვრებაზე მეტად კარიერას მიხედა და ახლა ამის ფასს იხდის. და საერთოდ, მებრძოლი, რომელიც სასამართლოებში დარბის და შვილის გამო ტირის, შეძლებს კი ოდესმე ისევ იმ მკვლელ ინსტინქტს დაუბრუნდეს, რომელიც ოქტაგონზე გვჭირდება. მე მგონია, რომ თოფურიას ეპოქა დასასრულს უახლოვდება და ის 2026-ში ვეღარავის დაამარცხებს, რადგან მთავარი ბრძოლა უკვე წააგო სახლში. თუ არ მეთანხმებით, დაწერეთ კომენტარებში, მაგრამ ფაქტია, ილია აღარ არის ის მატადორი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა. ის ახლა უბრალოდ სასოწარკვესებული მამაა, რომელსაც შვილით აშანტაჟებენ. თუ გგონიათ, რომ პედი პიმბლეტი უბრალოდ სულელის კაუზერია, რომელიც ენას უფრთხილებლად ატარებს, ძალიან ცდებით. ის, რაც პედი ბოლო ინტერვიუში წამოაყრანდავა ილიას 2026 წლის გეგმებზე, შემთხვევითი არ არის. მან იცის რაღაც ისეთი, რაც UFC-ს კულუარებში ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. ახლა კი მოემზადეთ. მე გეტყვით, როგორ არის გადაჯაჭვული ილიას ოჯახური დრამა და მისი კონტრაქტის გაყიდვა. თუ ამას ბოლომდე მოусმენთ, მიხვდებით, რომ ილია შესაძლოა ჩემპიონის ქამარს საერთოდ ბრძოლის გარეშე დაემშვიდობოს. მეგობრებო, მოდით გადავხედოთ პედი პიმბლეტის პოზიციას. ეს ბიჭი ამბობს, რომ ილია მთელი 2026 წელი თამაშგარე მდგომარეობაში იქნება. რატომ არის პედი ასეთი დარწმუნებული? იმიტომ, რომ UFC-ში ინფორმაცია სინათლის სიჩქარით ვრცელდება. სანამ ჩვენ აქ ილიას ინსტაგრამის სტორიზებს უყურებთ, ამერიკაში უკვე იციან, როცა მებრძოლს შვილს ართმევენ და ოკეანის გაღმა გადასახლებას უპირებენ, მას ჩხუბისთვის აღარ სცხელა.
ჯორჯინა უსკატეგი, ილიას ყოფილი მეუღლე, ახლა ამბობს, რომ შვილის მაიამიში წაყვანა მედიური ხმაურისგან განრიდებაა. ხალხო, მოდით ქართულად პირდაპირ ვთქვათ, ეს არის კლასიკური შანტაჟი. 4 თვეა მამას შვილი არ უნახავს. ეს 120 დღეა. 120 დღე იმედგაცრუება, ბრაზი და გაურკვევლობა. ილია ამბობს, მე არ მინდა რომ ჩემი შვილი მაიამიში წავიდეს, რადგან იქ მას საერთოდ ვერ ვნახავ. და მართალიცაა. სპორტსმენს, რომელიც ესპანეთში ვარჯიშობს, როგორ წარმოგიდგენიათ ყოველკვირა ფლორიდაში ფრენა. ეს ფიზიკურად და მენტალურად შეუძლებელია. და აი აქ შემოდის ყველაზე მტკივნეული მომენტი. ილია თოფურია თავად იყო ის, ვინც პირველმა მოითხოვა განხორცინება. გესმით? მან გადადგა ეს ნაბიჯი. და როგორც კი კაცმა თავისუფლება მოინდომა, მაშინვე ამოქმედდა ბირთვული იარაღი. ბავშვი. სანამ ერთად იყვნენ, ილია საუკეთესო მამა იყო. როგორც კი გაიყარნენ, უცებ ტოქსიკური გარემო შეიქმნა და ბავშვი სასწრაფოდ ამერიკაშია გადასასვლელი. ესპანეთში, კერძოდ მოსტოლესში, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს, სასამართლოს ჰქვია ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლო. მეგობრებო, ეს არის სისტემური აბსურდი. წარმოიდგინეთ ილიას მდგომარეობა. შედიხარ შენობაში, სადაც კედლებიც კი შენს წინააღმდეგაა განწყობილი, სადაც შენ წინასწარ დამნაშავე ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ კუნთები გაქვს და ოქტაგონზე ხალხს თიშავ. ამიტომაც არ ჩხუბობს ილია იანვარში. როგორია ემზადებოდე მსოფლიო ჩემპიონობის დასაცავად, როცა გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა გაქვს: ნახავ თუ არა შვილს ხვალ? პედი პიმბლეტი კი იცინის. მას აწყობს ილიას ფსიქოლოგიური განადგურება. ილია კი ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს. იღიმებს კამერებთან უბნა, ამბობს მშვიდავარო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რა ხდება მის შიგნით. მებრძოლის გული სისხლმდინარეა, როცა საქმე ოჯახს ეხება. სიმართლე ისაა, რომ ილია ეს ომი უკვე წააგო იმ მომენტში, როცა საქმე სასამართლომდე მივიდა. და ზოგადად ვინმეს გჯერათ, რომ ქართველი კაცი, რომელიც ასე ადვილად დაშორდა ცოლს, მართლა კარგი მამაა? მიქნებ ჯორჯინა მართალია და ილიას დიდებამ თავში აუვარდა? იქნების მართლა საფრთხეს წარმოადგენს ბავშვისთვის? დაწერეთ, რას ფიქრობთ, უნდა დაუტოვოს ილიას შვილი დედას და გაუშვას ამერიკაში, რომ კარიერას მიხედოს, თუ ბოლომდე შეაკვედეს ამ პროცესებს და სპორტს დაემშვიდობოს. მეზიარით, ჩემი აზრით, ჩემპიონი ასეთ დღეში არ უნდა ვარდებოდეს. ახლა კი ყურადღებით. ის რასაც შემდეგ 5 წუთში გაგიმხელთ, შოკში ჩაგაგდებთ. იცით რატომ გამოვიდა ილია სასამართლოდან ასეთი ღიმილით, მაშინ როცა მისი ყოფილი მეუღლე სახეს მალავდა? ეს არ იყო უბრალო სიხარული. ეს იყო გამარჯვება პირველ რაუნდში, რომელსაც ესპანური პრესა საგულდაგულოდ მალავს. მე მოგიყვებით იმ დეტალებზე, რაც კამერების მიღმა დარჩა და რამაც აიძულა ილია საჯაროდ ეთქვა: ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილებია. თუ გონიათ, რომ ეს მხოლოდ ალიმენტებზე დავაა, თქვენ საერთოდ არ გწოდნიათ რა ხდება სინამდვილეში. მეგობრებო, მოდით რეალობას თვალი გაუსწოროთ. ილია თოფურია ესპანეთში ახლა უფრო პოპულარულია ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი, მაგრამ ეს პოპულარობა მას ყელში წაუჭირეს. ნახეთ ვიდეოში რამდენი მიკროფონი და კამერაა. ეს არ არის სპორტული ინტერესი, ეს არის ნადირობა. ჟურნალისტები მას ისეთ კითხვებს უსვამენ, რაც უკვე 1000 ჯერ განმართა. ილია შვილზე რა სიტყვი? ილია ძალადობა მართალია? ეს ხომ ფსიქოლოგიური ტერორია. წარმოიდგინეთ, კაცი ხარ, 28 წლის, მთელი ცხოვრება დარბაში გაქვს გატარებული, ოფლითა და სისხლით მიაღწიე მწვერვალს და უცებ შენი პირადი ცხოვრება ხდება საყოველთაო გარჩევის საგანი. მებრძოლები, როგორც წესი, გამოქვაბულის ტიპები არიან. მათ სიმშვიდე და ფოკუსი სჭირდებათ. ილია კი ახლა შოუ-ბიზნესის ჭაობში გადააგდეს. ჯორჯინა უსკატეგიმ, რომელსაც ახლა უცებ ინფლუენსერი შეარქვეს, თითქოს ილიას გარეშე ვინმე იცნობდა, სტრატეგიულად ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა. მან იცის, რომ ესპანეთში ყანონი ყოველთვის ქალი მხარესაა, მით უმეტეს ასეთ სპეციალიზებულ სასამართლოებში. მისი არგუმენტი, ბავშვი მედიური ხმაურისგან უნდა დავიცვაო, იცით რას გავს? ცეცხლზე ნავთის დასხმას და მერე თქმას: oi, აქ ძალიან ცხელაა და უნდა გავიქცეო. თუ ბავშვის დაცვა გინდა, რატომ მიყავს ის ოკეანის გაღმა, სადაც მამამისი მას ფაქტობრივად ვეღარ ნახავს? ილია კი დგას, იღიმება და ამბობს: ძალიან მშვიდად ვარ, ჩემს პატარა გოგონას მალე ვნახაო. ეს ფრაზა მალე ვნახავ არის ყველაზე დიდი დარტყმა ყოფილი მეუღლის გეგმებზე. ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ მიუხედავად ყველაფრისა დაინახა სიმართლე. ილიას არ უნდა ბავშვის დაჩაგრვა ან ვინმესთვის წართმევა. მას უბრალოდ მამობა უნდა. მაგრამ დაფიქრდით მეორე მხარეზე. როგორია ილიასთვის ყოველდღე იმის კითხვა, რომ ის მოძალადეა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ესპანური მედია მას ისეთ epყრობა თითქოს უკვე დამნაშავე იყოს. ეს არის ის მძიმე წონა, რომლის ტარება ოქტაგონზე 155 პუნქტზე, ანუ ჩვენებურად 65 კილოგრამზე გაცილებით რთულია. ილია ამბობს, რომ არ არის დაძაბული, მაგრამ თვალები სხვა რამეს ამბობენ. ეს არის კაცის თვალები, რომელსაც სული ეწვება, მაგრამ უფლება არ აქვს სისუსტე აჩვენოს. აი, ახლა კი მივედით იმ მომენტამდე, რის გამოც პედი პიმბლეტი ღამეებს არ სცინავს და რატომ ატეხა ამხელა პანიკა. იცით რა წერია ილიასა და UFC-ის კონფიდენციალურ მიმოწერაში, რომელიც ამ სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს? თუ გონიათ, რომ ილია უბრალოდ დასასვენებლად მიდის 2026 წელს, თქვენ ძალიან მწარედ ცდებით. ის, რასაც ახლა გეტყვით ილიასა და დანა უაითის ფარულ შეთანხმებაზე, დაგიმტკიცებთ, რომ ეს სასამართლო მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. თუ ამ ნაწილს ბოლომდე არ მოусმენთ, ვერასდროს გაიგებთ რაბედიელის ჩემპიონის კამარს. მეგობრებო, მოდით რეალურად შევაფასოთ სიტუაცია. პედი პიმბლეტი ამბობს, რომ ილია 2026 წელს არ იჩხუბებს. ერთი შეხედვით ეს ჰეითერის ბოდვას გავს, მაგრამ მოდით ჩავუღრმავდეთ. ილიამ იანოვის ბრძოლაზე უარი თქვა. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებელია ივარჯიშო დღეში 6 საათი. დაიკლო 10-15 კილოგრამი და თან პარალელურად სასამართლოებში ამტკიცო, რომ შვილის ნახვის უფლება გაქვს. ესპანეთში ეს პროცესები თვეობით, ხანდახან წლობით გრძელდება და წარმოიდგინეთ ილიას მდგომარეობა. ის არის ჩემპიონი, რომელსაც ვადა გაზდის. UFC-ს არ უყვარს ლოდინი. დანა უაითს სჭირდება მოჩხუბარი ჩემპიონი და არა მამა, რომელიც სასამართლო დარბაზებში იღიმება. სწორედ აქედან მოდის ეს ჭორები. თუ ილია ვერ მოაგვარებს შვილის საკითხს უახლოეს თვეებში, მას შესაძლოა კამარი ჩამოართვან არა აქტიურობის გამო. ჯორჯინა უსკატეგი კი სწორედ ამაზე თამაშობს. მან იცის, რომ ილიასთვის დრო ფულია. მან იცის, რომ ყოველი დღე, როცა ილია ბავშვს ვერ ხედავს, მას ფსიქოლოგიურად ანადგურებს. და აი ესპანური მარცხმჯაჯულების საჩუქარიც. პროცესი 7 იანვარს გაიმართა. ილია ამბობს, მალე ვნახავო, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს, რომ ის ისევ ესპანეთშია გამოკეტილი. მას არ შეუძლია წავიდეს ამერიკაში მოსამზადებელ ბანკში. მას არ შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს სპორტზე, სანამ ეს ხმალზე ჩამოკედებული საკითხი არ გადაწყდება. პედი პიმბლეტი კი, რომელიც თავის თავს მომავალ ჩემპიონს უწოდებს, ფაქტობრივად ილიას უბედურებაზე აშენებს თავის კარიერას. ის ცდილობს შექმნას ნარატივი, თითქოს ილია გაიცქა, თითქოს ილიას შეეშინდა. რა სისულელეა? კაცს, რომელმაც მაქს ჰოლოვეი დაანაკაუტენა, პედის შეეშინდება? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ილიას ეშინია ერთი რამის, შვილის დაკარგვის. და ეს შიში გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ლოუ-კიკი ან ჰაი-კიკი. ჩვენ ვხედავთ ილიას, რომელიც იღიმებს, მაგრამ ეს არის ომის ღიმილი. მან იცის, რომ თუ ახლა პოზიციებს დატოვებს, თუ ჯორჯინას უფლება მისცემს ბავშვი მაიამიში წაიყვანოს, ის თავის შვილს მხოლოდ FaceTime-ით ნახავს და ეს იქნება მისი, როგორც მამის, ყველაზე დიდი მარცხენი. 2026 წელი ილიასთვის იქნება არა ტიტულების დაცვისა, არამედ ღირსების დაცვის წელი. მოდით სიმართლე ვთქვათ. ილია თოფურია საკუთარი ამბიციების გამო შვილი საფრთხეში დააღენა. ჩემპიონი, რომელიც ვერ ახერხებს ოჯახის შენარჩუნებას, ნამდვილად იმსახურება თუ არა ქართველების მხარდაჭერას. და საერთოდ, ხომ არ ჯობია მართლა ჩამოართვან კამარი და მისცენ ისეც, ვისაც ჩხუბი უნდა და არა სერიალებში მონაწილეობა? იქნებ პედი პიმბლეტი მართალია და ილია უბრალოდ დაიწვა. დაწერეთ, თქვენი აზრით ილია სპორტსმენია თუ უბრალოდ PR მანქანა, რომელიც საკუთარ შვილადს კი პოპულარობისთვის იყენებს. ველოდები თქვენს რისხვას კომენტარებში. და აი მივედით ფინალამდე. იცით რა არის ის ერთი დეტალი, რომელიც ილია თოფურიამ სასამართლოდან გამოსვლისას ჩაილაპარაკა და რომელიც ესპანელმა ჟურნალისტებმა საერთოდ ვერ გაიგეს? ეს არის სიტყვები, რომლებიც ადასტურებს, რომ ილიამ უკვე მოამზადა გეგმა B, რომელიც მის ყოფილ მეუღლესაც და პედი პიმბლეტსაც პირდაღებულს დატოვებს. თუ გონიათ, რომ ილია უბრალოდ დანებდება და 2026 წელს სახლში იჯდება, თქვენ საერთოდ არ იცნობთ ქართულ ხასიათს. ახლა მე გეტყვით, რა მოხდება სინამდვილეში და რატომ ინანებს ყველა, ვინც ილიას ჩამოწერა იჩკარა. მეგობრებო, მოდით დავასრულოთ ეს გარჩევა მთავარი აქცენტებით. ილია თოფურია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი მებრძოლი, ის არის სტრატეგი. ნახეთ როგორ მშვიდად ამბობს, მე მალე ვიქნები ჩემ შვილთან. ეს არ არის ცარიელი დაპირება. ეს ნიშნავს, რომ ილიამ მოახერხა და დაამტკიცა. ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო გარემო სწორედ იქაა, სადაც მამაა.
ჯორჯინა უსკადეგი ცდილობდა ბავშვის გატაცებას მაიამიში კანონის საფარქვეშ, მაგრამ ილიამ მას ოქტაგონიდან ნაცნობი კონტრშეტევა დახვედრა. მან გამოიყენა ის ფაქტი, რომ ბავშვი უკვე 4 თვეა მამას არ უნახავს და ეს არის ბავშვის უფლებების უხეში დარღვევა. ილია მაჩვენა, რომ ის არ არის აგრესიული მებრძოლი. ის არის მზრუნველი მამა, რომელიც მზად არის მთელი თავისი ჰონორარები საუკეთესო ადვოკატებში დახარჯოს, ოღონ შვილი გვერდით ხავდეს. და რა ხდება 2026 წელთან დაკავშირებით? დიახ, ილიამ იანვარი გამოტოვა, მაგრამ ეს მხოლოდ გადაჯგუფებაა. პედი პიმბლეტი შეიძლება ოცნებობს ილიას გარეშე დარჩენილ დივიზიონზე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ილია დაბრუნდება იმაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე. როცა კაცი ასეთ მძიმე ოჯახურ ბრძოლას იგებს, მას ოქტაგონზე ვეღარაფერი შეაშინებს. ილია თოფურიამ ამ პროცესით დაუმტკიცა მთელ ესპანეთს და მსოფლიოს, რომ ჩემპიონობა ყველოდ ქამარი არ არის. ჩემპიონობა არის პასუხისმგებლობა. ის არ გაიქცა, არ დაიმალა, არ დაიწყო ლანძღვაგინება ინსტაგრამზე. ის მივიდა სასამართლოში, გაუძლო ასობით მიკროფონს და თავისი გაიტანა. ჩვენ ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენს ბიჭებს ყოველთვის უწევთ ორმაგი და სამმაგი ბრძოლის გადახდა. ერთის ოქტაგონზე და მეორეს ცხოვრებაში. ილია ახლა სწორედ ამ მეორე ფრონტზეა. და თუ ვინმეს გონია, რომ ჯორჯინა ან პედი მას გატეხავენ, მათ უბრალოდ არ იციან რა ძალა აქვს მამას, რომელსაც შვილს ართმევენ. საბოლოო ჯამში მოდით პირდაპირ ვთქვათ, ილიამ თავისი პირადი ცხოვრება საჯარო ცირკად აქცია. ნუ თუ მართლა გჯერათ, რომ ასეთი სკანდალების შემდეგ მას UFC-ში ვინმე სერიოზულად აღიქვავს, მე მიაზრით ილიამ უკვე დაკარგა ჩემპიონის ღირსება, როცა თავისი შვილის დედა სასამართლოში ათრია. იქნებ ჯობდა ჩუმად დაეთმო ყველაფერი და კაცურად მოქცეულიყო? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ილია მართალია და შვილი ნებისმიერ ფასად უნდა დაიტოვოს, თუნდაც დედის წინააღმდეგ წასვლით, დაწერეთ კომენტარებში. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი ჩემპიონი ასე არ იქცევა. აბა ვნახოთ, რამდენი ილიას ფანი გამომილანძღავს ახლა კომენტარებში.